იმიტომ მიყვარს ქუთაისი და თბილისის ქუჩა იმიტომ რომ იქვე ცხოვრობ არ არსებობდა წლების განმავლობაში რაც ჩვენ თითქმის ყოველ ზაფხულს რიონში დავდიოდით მაშინ ამ ქუჩით ჩამოვდიოდით ქუთაისში გზა ესე შემოდიოდა თბილისიდან და მამაჩემს ერთი წამით ან არ შეეჩერებინა ან არ ეთქვა უბრალოდ რომ აი ჩემი სახლი და განსაკუთრებით რაღაცნაირად საკრალური და ძვირფასი გახდა ჩემთვის ეს ადგილი და ეს სახლი მას შემდეგ რაც მამა აღარ არის და ძალიან ბევრჯერ მქონდა სურვილი უბრალოდ შევსულიყავი იმიტომ რომ შიგნით აი ამ უზარმაზარი ბინის თითქმის ყველა კუთხე კუნჭული ზეპირად ვიცოდი მოყოლით უკაცრავად არის ვინმე? ხო, სახლში მინდა აღმოჩნდე. მგონი ეს სახლი იყო მამიდა ჩემის. ეზოში რა დასში. საიდან მივიდე? აი ეს მაღალი კიბეროს, უხერხული არ არის იქნებიან? აქ ოდესღაც ჩემი ოჯახი ცხოვრობდა და უბრალოდ მინდა ფეხი შევდგა. მამას პერიოდის ქუთაისის საუკეთესო ნაწილი იკრიბებოდა ალბათ ამ სახლში. და შემდეგ ყველანი ერთად უკვე 60-იანი წლებიდან თბილისში გადავიდნენ მამაც მათ შორის. და ეს ტრადიცია გაგრძელდა ჩვენ სახლში უკვე თბილისში. ამიტომ მთელი ჩემი ბავშვობა იყო აი ამ ისტორიების რაღაცნაირად ხრობა, გაცოცხლება, სასაცილო, ცოტა ხანდახან დრამატული. და ძალიან მინდოდა რომ შევსულიყავი სამწუხაროდ აი ხა დღეს როდესაც კონკრეტულად მოვინდომე შესვლა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ და მეც სამწუხაროდ იშვიათად მიწევს ქუთაისში ჩამოსვლა. არ არსებობს წარმოუდგენელია რომ მე აქ ფეხით არ ავიარო და თუნდაც კარის სახელურს არ შევეხო. შენგელიას ოჯახი თუ იცი. ძალიან ძვირფასია ეს ადგილი და ეს მოგონება ჩემთვის. ქუთაისთან ძალიან ახლოს არის მესხების სოფელი რიონი. სადაც პრინციპში მას შემდეგ რაც დედა და მამა დაქორწინდნენ, გავჩნდი მე სკოლის დამთავრებამდე ყოველ შემთხვევაში ყოველ ზაფხულს მოვდიოდით ხოლმე და დედას ისე უხაროდა აქ წამოსვლა, ისეთი განმუხტვა იყო მისთვის აქ ყოფნა. არსებობს ჩემთვის ძალიან ძვირფასი რამდენიმე მისამართი. ეს არის ყოფილი მახარაძის ქუჩა, ეს არის წერეთლის ქუჩა, სადაც მამას დეიდაშვილები ცხოვრობდნენ და ძალიან მიხაროდა მასთან სტუმრობა. რუსთაველის პროსპექტზე არის ერთი მისამართი 65 ნომერი, სადაც აი ასე ვთქვათ თბილისში გადასახლების შემდეგ მამას უზარმაზარი სამეგობროდან ერთადერთი ადამიანი დარჩა აქ და გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. ეს არის ვალერიან ლორთქიფანიძე. ძალიან ცნობილი ლორთქიფანიძეების ოჯახიდან. ასევე ძალიან ძვირფასია ჩემთვის ერთი ადგილი. ეს არის გურამ გაგოშიძის იგივე ჭობის, ჩემთვის ჭობი იყო გურამი, არტ სალონი, გალერეა, სადაც ახლა დაცული არის მისი ნახატები, მისი შემოქმედება. მე მგონი
არაჩვეულებრივ დროს ჩამოვედი ქუთაისში. აპრილის მეორე ნახევარი, მაისის დასაწყისი. ეს ის დროა, როდესაც სულ სხვანაირად ყვავის აკაო, სულ სხვანაირი სურნელება მთელ ქალაქში და განსაკუთრებით ალბათ თბილისის ქუჩაზე. აპრილი, როგორც ირაკლი აბაშიძის ძალიან ცნობილ ლექსში არის. და საერთოდ ქუთაისი, სადაც მართლა ერთი დღე არ მიცხოვრია, არის ჩემთვის რაღაცნაირი ძალიან მშობლიური ქალაქი. ეთყობა ემოციური ბმა მაქვს ამ ყველაფერთან ძალიან მაღალ ხარისხში.